და უკვე ეს ყველაფერი რომ დავანგარიშეთ, უკვე მე თვითონაც გამიკვირდა, მაშინ კრიპტოვალუტის ადგილი სადღარ რჩება, ეს ერთი. ანუ მაშინ კრიპტოვალუტა თუ ისა რა ქვია, თუ ყველა ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ და არც თუ ისე დიდი მოხმარება ყოფილა ელექტროენერგიის მესტიის რაიონში, მაშინ კრიპტოვალუტაზე რო არის ერთი ამბავი, რომ მესტიის რაიონში კრიპტოვალუტა დიდი რაოდენობით გამომუშავდებაო, მაშინ მე უკვე ცოტა არ იყოს მიგვის, იმიტომ რომ ეს ციფრები თლად გვიჩვენებს, რომ თლად იმდენი ისეთი მაღალი მოხმარებაც არ ყოფილა მესტიის რაიონში. ეს ერთი. მეორე, კრიპტოვალუტა თუ მოიხმარება, ამის მოგვარება სახელმწიფო სტრუქტურებს თვითონ შეუძლიათ. ამის გამო იმ ადამიანმა, ვინც თვითონ არ არის ჩართული, იმა რატომ უნდა იზარალოს? ეს ერთი. ახლა შეხედეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ახლა მე რაც ვილაპარაკე, მე ვიწვევ ტელედებატებში ბატონ მამუკა მდინარაძეს. ხოლო თუ კი, იმიტომ რომ არით მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა. მე კარგად ვერ ყვევი პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც, ეს იქნება გეოპოლიტიკა, ადგილობრივი პოლიტიკა, მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა. კარგად ვერ ყვევი ისტორიასა და გეოგრაფიაში, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ზოგიერთმა იცის, რომ მე კარგად ვერ ყვევი ტექნიკურ საგნებშიც. რიგითი მოქალაქის პირობებში შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვერ ყვევი ფიზიკაში და ვინც მიცნობს ეცოდინება, რომ მათემატიკა, გეომეტრიაში სკოლაში ერთ-ერთ უძლიერესად ვითვლებოდი. აი ახლა მე რას ვილაპარაკე და რისი დაანგარიშებას გავაკეთე, ეს სწორედ ფიზიკა, მათემატიკაა. მე ვიწვევ აღნიშნულ საკითხზე პოლემიკაში ბატონ მამუკა მდინარაძეს, ხოლო თუ კი ბატონი მამუკა ამ დეტალებში ვერ არის იმ დონეზე ჩახედული, მაშინ ნებისმიერ საქართველოს ენერგო მიმართულებით მაღალ თანამდებობის პირს, ვისაც ექნება სურვილი, რომ ბატონი მამუკას მაგივრად გამოვიდეს და დამიჯდეს მე დებატები იქნება, დავარქვა თუ პოლემიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიწვევ ნებისმიერ ასეც და მიუმართაო ბატონ მამუკა მდინარაძეს, თუ მას არ აქვს სურვილი, სხვა ვინც უფრო ჩახედული არის თემაში, თქვა თუ ის ჩათვლის, რომ მისი ელექტროენერგიის მიმართულებით ჩახედულობა არ არის საკმარისი ჩემთან პოლემიკისათვის, ვისაც ჩათulis მაღალი თანამდებობის პირებიდან, მე გამოვთქვავ სურვილს, დავჯდე დებატები იქნება თუ პოლემიკა ნებისმიერ იმათთან თუ იმათგანთან, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს, თუნდაც რამოდენიმე. შეხედეთ, ახლა მე მიჩნდება განცდა, ახლა შეხედეთ, რისი თქვა მინდა. აბა თუ ასე არის საქმე, მაშინ რატომ ხდება ლაპარაკი, რომ ვითომ 13-ჯერ ელექტროენერგიას მოიხმარს თუ თუნდაც 10-ჯერ მესტიის რაიონი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ, ვიდრე საქართველოში არის ეს მაჩვენებელი საშუალოდ. მე მიჩნდება განცდა, რომ ეს არის იმიტომ, რომ შეიქმნა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება საქართველოს დანარჩენ რაიონებში, რომ იყოს ამ მიმართულებით მესტიის რაიონის მოსახლეობისადმი ნაკლები სოლიდარულობა, რომ მაგალითად ვიღაცამ თქვას მესტიის სხვა რაიონში, რომ ახლა 13-ჯერ მეც თუ მოიხმარსო ელექტროენერგიას მესტიის რაიონიო, მაშინ კეთილი ინებონდა გადაიხადონ ფასიო. გესმით? ჩემი აზრით ეს ფაქტორი არის, რომ ეს ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ამიტომ მე მინდა თელ საქართველოს, ვისაც მიწვდება ეს სხვა გავაგებინო, რომ ეს არ არის სიმართლე. მესტიის რაიონი არ მოიხმარს ერთ სულ მოსახლეზე 13-ჯერ და თუნდაც 10-ჯერ უფრო მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე საშუალოდ მოიხმარს საქართველო. და მე მინდა და იმისათვის მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ გულდასმით მოისმინოთ ის, რაც ახლა მე ვილაპარაკე, მე დეტალებში განუმარტე ეს ფაქტორები და დანარჩენი ველოდები საზოგადოების რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე და ვიმეორებ, ვიწვევ აღნიშნულ საკითხზე დებატები იქნება, ტელედებატები თუ პოლემიკა თუ როგორ დავარქვათ, ბატონ მამუკა მდინარაძეს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო თუ ის ჩათulis, რომ ფიზიკა, ელექტროენერგიის მიმართულებით ის
არ ფლობს იმხელა ცოდნას, რამხელასაც მე ასეთ შემთხვევაში მე ვთავაზობ, ვინც ფლობს მაღალი თანამდებობის პირები ელექტროენერგიის მიმართულებით, ისინი ნებისმიერი მათგანი, ვინც იქნება ერთი თუ რამოდენიმე ადამიანი, მე გამოვთქვა მზადყოფნას, დავჯდე აღნიშნულ საკითხზე პოლემიკაში მასთან თუ მათთან და ვილაპარაკო ეს დეტალები მათ ამ შემთხვევაში გაუწიო პოლემიკა იმ ადამიანს თუ ადამიანებს თუ იქნება ასეთი სურვილი. აი ამ თემაზე მინდოდა მელაპარაკა, ახლა მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, რომ იმ მიზნით რომ თქვენთვისაც და უფრო მეტი ადამიანისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი იყოს ამ აკაუნტზე არსებული მასალა, მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ. ვიმეორებ იმ მიზნით რომ თქვენს და უფრო მეტ ადამიანს მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ვინც თვალყურსად ემნებთ ჩემ აქტიურობას, გეცოდინებათ რომ მე ლაპარაკობ სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა საინტერესო თემებზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ.